შავ ზღვას რა მიუბრუნდეთ რა რეგულაციებია ზოგადად რა ხდება როგორი წყლის ხარისხია დღეს როგორ ზრუნავს ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაციები შავი ზღვის ასე ვთქვათ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და სისუფთავეზე ამაზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ ირაკლი ჭავჭანიძე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს უფროსი და რამაზ მიქელაძე გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი მოგბრძანდით თუ შეიძლება მოგესალმებით მეტად მნიშვნელოვანი დღე გვაქვს დღეს ბოლო წლები ალბათ რამდენიმე ათწლეულია რაც გავერკვიეთ ასე ვთქვათ კაცობრიობა რაღაცეებში ცოტა ხრმა და შეიძლება რიგით რომ მოქალაქემაც იცოდეს ვიცით რომ დაუშვათ შავი ზღვა საფრთხის ქვეშაა იმიტომ რომ იმის გარდა რომ ადამიანები ვაფუჭებთ რაღაცებს ვიცით ანუ რამდენად სიმართლეა რომ გოგირის წყალბადი გვაქვს 150 მეტრის ქვემოთ და შეიძლება ერთ დღეს ნუ ამბობ უბრალოდ გავერო ასანთის ღერო ჩააგდო როგორ შეიძლება ჩააგდო არ ვიცი მაგრამ შეიძლება ავფეთქდეთ ანუ რა თქმა უნდა თუ ნებას მოწოდებული ნაგრე მე გიპასუხებ ამ კითხვაზე თუ გესალმებით პირველ რიგში მე ვესალმებ თქვენს სვენელს მნიშვნელოვანი დღეა დღეს შავზღვის დაცვის დღეა დიდი ხანია არ არის ჩამოყალიბებული თქვა დღესასწაული თუმცა ჩვენს ვისპირა ქვეყანა ვართ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ თქვენს სწორად აღნიშნეთ არა მხოლოდ გლობალურ არამედ ჩვენს ლოკალურ კონტექსტში თული ზღვა იმიტომ რომ სახელმწიფოა თავისი ანთროპოგენური ზეგავლენი და პლუს დიდი ჩამონადენი მდინარეების დუნაი, დნეპრი, დნესტრი, რომელსაც ჩამოაქვს კიდე 17 ქვეყნიდან ჩამონადენი. აქედან გამომდინარე გავლენა, ტექნოგენური გავლენა სამწუხაროდ საკმაოდ დიდია ჩვენ ზღვაზე. რამდენად ცოცხალია, ხო? შეხედეთ დღემდე ზღვა გვაძლევს ჯერ კიდევ გვაძლევს რესურს პროდუქციის სახით. ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ჯანსაღია. ანუ თქვათ ჩვენ ვიღებთ ყოველწლიურად ვიჭერთ დაახლოებით 20-დან 100,000 ტონამდე, 100 მილიონ კილოგრამამდე კაფშიას. ეს მხოლოდ კაფშიას. ხო, სხვა თემზე ცოტა ახლა რაც შეეხება რამდენი გოგირის წყალბადის თემას. დიახ, გოგირის წყალბადი არის შავ ზღვაში, იმიტომ რომ ვერტიკალური ცირკულაციის არ არსებობს პირობებში ჩამოყალიბდა ანაერობული შრექვედა, სადაც ნივთიერებათა ლპობა ხდება ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე, როგორც წესი, გოგირის წყალბადია შემდეგ ამის პროდუქტი და ხდება მისი დაგროვება. ცხადია, გოგირის წყალბადი არ არის კონცენტრირებულ მდგომარეობაში, როგორც ამბობენ, ესე რომ კონცენტრირებული განზაებულია წყალში, მისი ტოქსიკურობის ხარისხი ის უფრო მძიმეა. ამიტომ ქვედაფენებშია, მისი დონე ვარირებს ცენტრალური ნაწილისკენ, ზღვის ცენტრალურ ნაწილში ცოტა უფრო მაღლაა წამოწეული, გუმბათისებურად ესე. ნაპირისკენ ცოტა უფრო დაბლა, ანუ 200-დან 50 მეტრამდე, 50 მეტრია ცენტრალურ ნაწილში. არის თუ არა შავი ზღვა ცოცხალი კი, ცოცხალია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყავით მაგალითად საერთაშორისო ექსპედიციაში, როდესაც ვსწავლობდით ზღვას შუანაძეში და მეც თქვენსავით თავის დროზე როცა არ მქონდა მისაწვდომობა ამისი და პირველი ექსპედიციები მქონდა, უყურეთ მეგონა რომ იქ არაფერი არ არის თქო. სინამდვილეში ღამით რო ამოვიღეთ პლანქტონი, ანუ ზედაპირზე. ავიღეთ წყალი უბრალოდ დახტოდა. აი, იმდენად ცოცხალი იყო, იმდენი ორგანიზმი შიგნით პლანქტონური ორგანიზმი და უფრო მეტიც. ეს მთელი კაფშია, რომელსაც ჩვენ ვიჭერთ, არის ერთგვარი კაიმაღი შავი ზღვის ზედაპირზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გროვდება, მრავლდება, ძალიან სწრაფად მრავლდება კაფშია. და პლანქტონი კვებავს სხვადასხვა პლანქტონი კვებავს ამას. ანუ ეს იქმნება, ეს მთელი პროდუქცია, ჩვენ ვამბობთ 100,000 ტონას, 100 მილიონ კილოგრამს, 100 მილიონი კილოგრამია წარმოიდგინე, ეს რომ დაღარო ეს თემზე უბრალოდ ჩვენ ქალაქში 100 კაფშია. ანუ ძალიან ბევრია. და ეს მთელი პროდუქცია მოდის ზღვის ზედაპირზე მზის კლოროფილის ანუ ენერგიის გენერაციის შედეგად საბოლოო ჯამში და ყალიბდება პროდუქტი. ნუ ყველაფერი იწყება მზიდან. აი ამ პირობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენი ზღვა ცოცხალია, რა თქმა უნდა ის ხასიათება ბიომრავალფეროვნებით თავისი ის ხასიათება ჯერ კიდევ პროდუქციულობით გვაჭმევ ჩვენ მისი შემოსავალი საშუალოდ რომ დავიღოთ ყოველწლიურად არის კიდევ დაწყება 10-დან 50 მილიონამდე დოლარამდე შეიძლება იყოს მისი. კი ბატონო, მაინც რაც უნდა იყოს ახლა არც შავი ზღვა და არც პრინციპში სხვა წყალსაცავები და ზოგადად წყლის არეალები არ არის ჯადოსნური მაცივარი, რომელშიც რაღაცა უბრალოდ ჰაერიდან ჩნდება, ხო? ამას სჭირდება გაფრთხილება ელემენტარულად. ბევრი ვართ. ჩვენ მე ვამბობდი რომ ტექნოგენური ზღვა და ტექნოგენური ზეგავლენა ამ შემთხვევაში არის გამსაზღვრელი იმის, მაგრამ ჩვენ ვითარდებით, როგორც ქვეყანა ვითარდებით, თუ მაგალითად 90-იან წლებში ყოველი ქუჩის გასწვრივ ჩვენთან კანალიზაცია პირდაპირ მიდოდა ზღვაში, დღეს მოცემულობა შეცვლილია ძალიან, იმიტომ რომ ქალაქში გვაქვს გამწმენდი ნაგებობა, სადაც ხდება წყლის გაწმენდა და ჩაშვება, გაწმენდილი წყლის ჩაშვება სიღრმეში და დანარჩენაი ყველა პირობებს სიტყვაზე პრევენცია, ადმინისტრაციულ პრევენციაზე ბატონი ირაკლი საუბრებს ალბათ
ვთქვათ, როგორ განვითარდა ინსპექტირების სისტემა და რა მძიმე სანქციებია, ვთქვათ, ნებისმიერი დარღვევისთვის და როგორ უწევთ მეთვალყურეობას, ბატონი რაგლი თქვის ამას ყველაფერს. ანუ ეს სისტემები იხვეწება. იხვეწება ამავდროულად სამეცნიერო კვლევა. ანუ ჩვენ დივერსიფიკაცია მოახდინეთ 2018 წლიდან დღემდე ძალიან სერიოზულად უკვე თევზს ვითვლით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სპეციალური 100 კილოგრამი. ესე ვითვლით. სათითაოდ ვითვლით, გვაქვს სპეციალური ეკოსაუნდერი, ამ სპეციალური მოწყობილობა, რომელთაც ვაკეთებ გუნდების გადაღებას, გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ გადაღებულში წერტილებს ითვლის მე. იმ წერტილებით შემდეგ ბიომასით გამოგვყავთ და საშუალოდ მე ხდება მოდელირება ამის და მოდელირებით ხდება შემდეგ კოტირება. ანუ დასაშვები რაოდენობის ჭერილის ანუ ყოველ წელს იცვლება. ყოველ წელს ყოველი ჩვენი წლის კვლევა არის სპეციალური სამეცნიერო კვლევითი რეპორტი, რომელშიც ჩართული მარტო ჩვენ არ ვართ საერთაშორისო სპეციალისტები ვთქვათ და ეს ხდება მათთან ასევე ინტეგრირებულად მუშაობთ ხმელთაშორისო კომისიასთან, მათთან ერთად ვიღებთ მონაცემებს, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სახელმწიფო 6-დან ხო? ნუ ახლა მე 6-ს არ ვიტყვი, კიდევ კარი პატარა ნაპირია. ახლა მაგაზე არ გამეცოდი. დანარჩენზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს დანარჩენი სახელმწიფოების სამეცნიერო კვლევითი მთელი პოტენციალი ჩართული არიან ამ საკითხების ერთობლივად მოგვარებაში, იმიტომ რომ თევზმა საზღვარი არ იცის. თევზი გადადის სამსაზღვრო და გადადის. ხო, ბუნებრივად თევზს არც პასპორტი და აი სანქციებზე იყო საუბარი და ახლა სანქციის გარდა მოიცავს კიდე რაღაც უფლებებს და აქ როგორ ვართ და ეს სანქციები რას განაპირობებს ამ შემთხვევაში? სანქციებს რაც შეეხება, სანქციები დაბალი არასდროს არ იყო, მაგრამ ბოლო წლებში გაიზარდა ეს სანქციები, განსაკუთრებით დაბინძურების კუთხით გაიზარდა 100,000 ლარამდე ავიდა სხვის დაბინძურების შემთხვევაში გემისთვის დაწერილი საჯარიმო სანქცია, ამას ძალიან დიდი პრევენციული ძალა აქვს. ჩვენ წლების განმავლობაში თუ ვთქვათ 15 წლის წინ, 17 წლის წინ სადღაც 20, 25, 30 შემთხვევას კი გქონია დაბინძურების წლის განმავლობაში, ეს დღესდღეობით დასულია 10-12 შემთხვევამდე, 14 მაქსიმუმ და ისიც ძირითადად ტექნიკური დაზიანების გამო. ეს რო დავაზუსტოთ, ეს ამბებია პერიოდულად რო გესმოდა წლების განმავლობაში, რომ დაუშვათ გაჟონა ტანკერიდან და რაღაციდან ნავთობმა. ხო და ოღონდ თუ მანამდე ვთქვათ ეს ან დაუდებრობითი იყო, ან ყოფილა რომ სპეციალურადაც ჩაუუღრიათ რომ თავიდან აეცილებიათ ამ მასალების ვთქვათ ოფიციალურად გადმოდირთვა ნაბერზე, სახელმწიფო იმდენს მიაღწია რომ ფაქტიურად ბოლო შემთხვევაში ჯარებები მხოლოდ ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში ხდება. ანუ ფიზიკურად როდესაც გაუსკდება რაღაცა, ანუ ეს წინასწარ არავინ ამისგან დაზღვეული არ არის, ძირითადად ეგეთი რაღაცებია. თუმცა ყოფილა ადამიანური დაუდევრობის შედეგადაც უბრალოდ პროცენტულად მინდა ვთქვა რომ ეს ძალიან შეიცვალა. ეს ამას ძალიან დიდი პრევენციული მნიშვნელობა აქვს. ეს დაბინძურების კუთხით, თევზჭერის კუთხითაც საკმაოდ დიდი ჯარიმებია, მაგრამ ჯარიმაზე უფრო მეტი საერთოდ მუშაობის სისტემის შესვლა მოიტანა. ჩვენ ფაქტიურად ყველა თევზსაჯერ სეინერზე, რომელიც ახორციელებს თევზჭერას, დავამონტაჟეთ ვიდეო ტექნიკური საშუალებები. ფაქტიურად გარდა იმისა, რომ როგორც ძველად, რა თქმა უნდა, პერიოდულად გემზე ავდივარ და ინსპექტირებას ვატარებ, აბსოლუტურად ყველა გემს, რომელიც ლიცენზიის ქვეშ სწორედ იმ 100,000 ტონა კაფშიას იჭერს, კონტროლი ხდება პლანშეტით. ყველა ჩვენს თანამშრომელს პლანშეტი აქვს და არა მარტო ონლაინ, შეგვიძლია ვთქვათ, ყველა გემს ერთად ვერ გააკონტროლებ, იმ თავისუფალ დღეებში, როდესაც ვთქვათ, უამინდობის გამო გემები ვერ გადის, სხვა გემები, რომლებიც ონლაინ არ მოხდა შემოწმება, იმის დათვალიერება და შემოწმება მოხდეს. ამას ძალიან დიდი ეფექტი აქვს. თვითონ ელექტრონული აღრიცხვის სისტემას მივიღეთ ამასთან ერთად, ანუ თევზს თუ მანამდე ქაღალდის ჟურნალში აფიქსირებდნენ, ეხლა ელექტრონულ ჟურნალში წერენ და ზუსტად ვიცით, რომელ საათზე შეიტანეს მონაცემი და ეს თან მათ არ აქვთ გემზე, ეს ჩვენთანაა სერვერი, ანუ მონაცემი ჩვენთან ინახება. ვერანაირად ვერც ერთი გემი დარღვევა რომ მოინდომოს და ამის დამალვა მოინდომოს ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩანაწერი მას არ აქვს. ეს ჩვენ გვაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ზღვაში წვეთია. ხალხი თუ არ დადგა გარემოს დაცვის სადარაჯოზე 20, 50, 100 და 500 თანამშრომელი გარემოს დაცვის სამინისტროს ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რაც ჩვენთვის და ბუნებისთვის. ის შეუძლია დაგიდგენ გვერდში, ანუ აი ეს ჩვეულებრივად ჩვენ მაგალითად რა შეგვიძლია გავაკეთოთ. დაგვიჯერეთ, რომ 10-15 წლის წინადელ მდგომარეობასთან შედარებით მოსახლეობა გვერდით გვიდგას. პირდაპირ დაბინძურების ფაქტები თითქმის აღარაა. ანუ პლაჟზე აღარ ვყრით ადამიანები. პლაჟზე დაყრის რაოდენობაც შემცირდა. არ ვყრით, არ არის, მაინც არის ადამიანი, რომელიც დაყრის. არა მარტო სანაპიროზე. რა თქმა უნდა, ზღვაშიც და ელემენტარულად თავს და დინარეში ჩაგდებულიც ბოლოს ზღვაში მოდის, ყველაფერი ზღვაში გროვდება. და დამიჯეროთ, რომ შემცირდა. მუნიციპალური ნარჩენების დარეგულირებამ დიდი პლუსი მოგვცა. ძალიან ხშირად იყო შემთხვევა, რომ წლების წინ, რომ
სადაც მუნიციპალური ნარჩენები იყრება, იქიდან ზღვაში შემოდიოდა ზღვასთან, მდინარესთან ერთად რა. ეს ფაქტიურად აღარ ყოფილა ასეთი რაღაცა ძალიან დიდი ხანი. ანუ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიზარდა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჩემის აზრით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი მუშაობა. მე ასე ანუ შეგვიძლია ეთერში ასე უთხრათ ადამიანებს კიდევ ერთხელ გავუმეოროთ, რასაც დარწმუნებული ვარ ამ წლების განმავლობაში იმეორებთ, რომ არ დაყაროთ ხალხო წყალში, სანაპიროზე, მდინარეში, ნუ ჩაყრით ისეთ ნაგავს, რომელიც ელემენტარულად არ იხსნება ცელოფანი, პაკეტი, არის შოკოლადის რას იხსნება ის არ უნდა ჩაღარონ და ანუ ეგეც არ მარტო თვითონ არ ჩაღარონ ხსნება დამიჯერეთ ახლებური ცოტა რაღაცები შეიცვალა მაგ შეფასების კუთხით და აღმოჩნდა რომ მავნეობის კლასი პოლიეთილენს უფრო მაღალი აქვს ვიდრე ხსნად ნაგავს ანუ მიკროპლასტიკით დაბინძურება ეს არის ახალი სიტყვა დაბინძურების ელემენტებში და აღმოჩნდა რომ თავის ტოქსიკურობის ხარისხით მიკროპლასტიკი განცილებით უფრო მაღალია ვიდრე ეს არის უხილავია თევზის ორგანიზმში ნახულობთ მე თავისი დაშლის რთული დაშლის პროცესში ის აბრაზიულად დინებების ზეგავლენების ქვეშ იხება და წვრილი მიკროპლასტიკი ჯამში ჭარბ გასცლებს დიახ სხვადასხვა ბოლო ტენდენცია არის იმისკენ რომ დაჟე ანუ შეფუთვის საშუალებაშიც კი პლასტიკის მოხმარებაზე უკვე ანუ შეგვიძლია ასე თამამად რაღა უნდა ვთქვა ცოტა სირცხილეა მაგრამ ნებისმიერი ჩვენსმიერი ჩაყრილი პარკი ანუ მდინარეში და ზღვაში მოგვივა უკან საკვების სახით და მე მოიწამლებით და მოხდები საავადმყოფოში უნდა აუცილებლად განმარტო ბატონო ერაგენ მახსენა სწორად რომ მუნიციპალიტეტი ნაგავში შემცირდა შეხედეთ როგორი პრაქტიკა იყო ვინაიდან ნაგვის გადანა სოფლად არ ხდებოდა როგორც წესი ადრე ხო იყო ლოკალური ნაგავსაღრელები მდინარის პირზე ან მოსახლეობა რა შვებოდა მდინარეში კი არა მდინარის პირზე ყრიდა ნაგავს იქ სადაც მდინარე ადიდების შემდეგ ამას წაიღებდა და პრაქტიკა იყო რა მიხრები რომ ადიდა მდინარე წაიღო პრობლემაც არა მაგრამ სამაგიეროდ როდესაც პირველი დღე მახსოვს არ დამავიწყდება ერთხელ ძალიან დიდი ცნობები უეცრად მოვიდა წინა და აი ბარცხანის წყალი ბათუმის პატარა მდინარე როა დაახლოებით 15 წუთი მოდიოდა წყალი არა ხო და ეს თლიანად შლეიფად იჭდებოდა მთელ საკვატორიაში რატო იმიტომ რომ ეს ლოკალური ნაგავსაღრელების ეს გეუბნებით 15 წლის წინამდე ამბავს 12 წლის წინამდე ძალიან დიდი ცვლილებაა ეხა ამ წლების განმავლობაში საქმე რომ რა შეიცვალა მენტალიტეტი შეიცვალა ის რომ ეს ნაგავსაღრელები თითქმის აღარა ნუ შეიძლება ერთეულ ადგილებზე მცირე ზომის იყოს ვიღაცა მივიდა და აღარა მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი მუნიციპალიტეტის დახმარებითაა უფრო იმიტომ რომ დაამონტაჟა ნაგვის გატანა მოაწყო ასე შემდეგ და შემდეგ კონტროლი მიდის მაქსიმალურად დიახ ანუ ეს არის მდინარეებში ანუ მდინარეებიდან ზღვაში მარტო კონტროლზეს არა იმ მოსახლეს შეიძლება სულ არ უნდა იმის იქ ჩაყრა უბრალოდ საშუალება უნდა ქონოდა რომ თუ მიესია საშუალება რომ ნორმალურად დაასაწყობოს თავისი ნაგავი უმეტესობა არც მოინდომებს ალბათ რომ მდინარის ცხადია თუმცა ეს სახელმწიფო ძალიან დიდი ძალისხმევიტაა პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს ადამიანებს ხო ეხლა თუ ნება ახლა არავინ არ შემიშალა ხელი მაშინ გავალდო ვიღაცას გავძარცვალდო თავში ქვას ჩავარტყო ეხლა ხო მაგრამ შეხედეთ ცხოვრობს სოფელში სადაც რომელიც არა მოც ახლა ბევრი რამ შეიცვალა მეთქი როცა ვამბობ ცხოვრების წესი იცვლება ხო მე მახსოვს სოფლად მაგალითად სარიცხი მანქანები საერთოდ ხო იყო ნუ ხელით რეცხვა იყო გაფრთხილებული დღეს სოფლად კი არა ქალაქადაც კი არ იყო სოფლად კი არა და ეხლა შეიცვალა ბევრი მომენტი რა კიდე ერთხელ ამ სულლებებს მოყვება მთელი რიგი ჯაჭვი ანუ ის რომ ნაგავი არ გაქონდათ ნუ რა ეკნა იმას ხო გეუბნებით საწაიღო ეს ნაგავი აბა ელემენტარულად ინფორმაციასთან სუდომაცა ფლავდა ადრე რაც პობადი იყო გასაგებია მაგრამ პობად ჩაფლავის დალპება მაგრამ არა პობადი რა ქნა სად ჩაფლავ სად არის იმდენი მიწარო შენ შეინახო ნაგავი ამიტომ ეს იყო გამოსავალი აქ ცოტა ისე უნდა მიუდგეთ ამ საკითხს რა ლოჯისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალური დონეზე ეს რომ მოგვარდა საკითხის პრობლემაც არ არის და ერთი მომენტიც არის კიდევ ძალიან მოიმატა და კმაყოფილი ვართ ამით მოსახლეობიდან ზარები ჩვენ ხელსაწყალზე შემოდის ზარი როდესაც დაბინძურებას წააწყდებიან და ეს დადებითია კი მაგრამ როგორ რაღაცა ეს მენტალური პრობლემაა ვიცი ქართველებში უფრო ადვილია გვერდით რომ ხედავ ვიღაცა რაღაცას აგდებს უბრალოდ შენიშვნა მიცემ ჩემის აზრით. კი, ჩვენზე დარეკვა აუცილებელია და ეს გადასარევია, მაგრამ ის უკვე გაფუჭებული საქმეა. როდესაც ვიღაცამ რაღაცა ჩააგდოს ზღვაში, იმან უკვე ზღვა დააბინძურა. მოდი ჩაგდებამდე უფრო ადვილი ადამიანს დაელაპარაკო, აუხსნა კონფლიქტური მომენტის შენიშვნაზე ცუდად რეაგირებს. ხო, კონფლიქტური მომენტის შიშია, მაგრამ უნდა წამოიწიოს ცნობიერება. თუ ჩვენ არ შევიცვალებთ, გარემო ჩვენ არ გამოგვეკიდება და თვითონ არ გამოიცვლება. ბევრი რამ იცვლება რა, აი ახლა კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო, არის კლუბები, მაგალითად მეთევზების კლუბები, რომელიც დადიან და იმდენად, ასე ვთქვათ, ანუ თევზ დაცვის საქმეში თვითონ დრონები იყიდეს, გაერთიანებენ და დარბიან და დაძლებენ ამ რაგონიერებს. თვითონ. გამიგეთ? და ეგ ადრე წარმოუდგენელი იყო ესეთი რამ იმას გაეკეთებინა რა. დღეს უკვე საზოგადოებაც ვითარდება, სამოქალაქო აზროვნება იხვეწება. ჩვენ ფასეულობებს რა. ხო, შეხედეთ ადრე ვაგონებში შეძლო თავზე. ეხლა
აპატიეთ, მაგრამ რომ ბრაგონიერს ბოლო უშვერი სიტყვებით მოიხსენებენ ისინი და ეს უკვე არაწესიერების სტატუსი მიიჩება ამას. ეს უკვე იმაზე მეტი, ანუ წითელი ზღვარი ივლება, რომლის უკან რჩება ბრაგონიერი და არა წინ. და როგორ იყო იცი გაგებით ეკონტროლებოდნენ ამას ბრაგონიერი რაღაცა და დელიში ჩაიჭირებოდა და ამავე აიღო ელექტროშოკერი და აფეთქებით დაიჭირა, წაიღო, დიდი ამბავი. მაგრამ ამ დონეზე როცა სოციალ მაქსელებმა იმუშავა საკმაოდ კარგად. ამ დონეზე რო ხდება საფინანსო დაგენება, უკვე ცოტა ფორმატი გამოგიდებლებს შეიცვალა. ძალიან დიდი მადლობა იმედი